გამარჯობა, მადლობა რომ უყურებთ ჩემს ავტორო გადაცემას უეჭველი ქართველია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ მაყურებლებს, რომლებიც გულშემატკივრობთ ამ პროექტს და ყოველ ახალ გადაცემას მოუთმენლად ელოდებით. თქვენი ნებისმიერი კომენტარი, მოწონება, გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს გადაცემა კეთდება ნული ბიუჯეტით. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს ოპერატორს გიორგი ვაჩიბერაძეს, რომელიც ახლაც კამერის უკან არის და იღებს ამ გადაცემას. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღევანდელი გადაცემის სტუმარიც რა თქმა უნდა არის უეჭველი ქართველი, როგორც ყველა სხვა გადაცემაში, ლანა მიშველიანი არის დღეს ჩემთან სტუმრად. როგორ ხარ ლანა? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მადლობა რომ მონაწილეობ დღევანდელ გადაცემაში. მადლობა მეწვევის. პირველ რიგში გითხავთ, როგორც წესი, სანამ ვიწყებ ხოლმე ინტერვიუს, ვეკითხები რესპონდენტებს, რამე თემა თუ არის, რაზეც შეიძლება რომ არ კითხო, დააფიქსირეახლავე და შემდეგ უკვე დავიწყოთ ინტერვიუს. ესე კონკრეტულად მგონი, ანუ არაფერი არ არის ისეთი, რაზეც შეიძლება რომ არ მომიდეს საუბარი. კი ბატონო, მაშინ თუ რამე ისეთი კითხე, რაზეც არ გენდომება საუბარი, რაღაცნაირად ტექნიკურად აარიდე თავი. კი ბატონო. გავითვალისწინე. რატომ უნდა უყუროს დღეს მაყურებელმა გადაცემას, იმ გადაცემას, სადაც დღეს შენ ხარ სტუმარი? რა შემიძლია რომ ვთქვა, ეგ არის რომ შემიძლია ჩემი გამოცდილებები გაგიზიარო. როგორ ჩამოვედი აქ. და როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას ნიუ-იორკში და ალბათ შეიძლება ვიღაცებს გამოადგეს ჩემი გამოცდილება და რაღაცეებთან მიმართებაში რაღაცა ჩემი დამოკიდებულებები. რამდენი წლის ხარ? 24-ის. 24-ის. 24 წლის ასაკში დააგროვე იმ ხელა გამოცდილებები, რომ გაუზიარო სხვებს. შეიძლება ითქვას რომ კი, მაგრამ ჯერ კიდევ წინ არის. ყველაფერი წინ არის. ორი სიტყვით გაეცანი მოდი ჩემ მაყურებელს, ვინ ხარ, ვინ არის ლანა მიშველიანი? საიდან ხარ? საიდან ვარ? სვანური გვარი მაქვს, მაგრამ ესე კონკრეტულად რაღაცა ანუ სვანეთთან დიდი კავშირი არ მაქვს. ანუ წარმოშობით უბრალოდ ვარ სვანი, მაგრამ დავიბადე ბათუმში. გიყვარს ბათუმი, განსაკუთრებული ქალაქია შენთვის? კი, ძალიან მიყვარს ბათუმი. მან გავიზარდე, მან დავიბადე. ძალიან მიყვარს წყალი, რა თქმა უნდა, ზღვა. მოდი გითხარი, აქ რა საქმიანობ, შენი ყოველდღიურობა რას მოიცავს? აქ რას საქმიანობ? რამდენი ხანია საერთოდ? ზოგადად ჩამოვედი დაახლოებით იქნება 2 წელი, შესრულება მალე რაც აქ ვარ. თავიდან რო ჩამოვედი რაღაც ისეთი პერიოდი იყო რა, ვერ ხვდებოდი საერთოდ სად ვარ, ვერ ვიაზრებდი მაგ ყველაფერს. რატო ჩამოხვედი მანამდე აქ ამაზე მიპასუხე? რატო ჩამოვედი და ესე ძალიან შემთხვევით, დიდად ანუ არც არასდროს არ მიოცნებ ესე ზოგისთვის რო ის არის რა, ანუ ოცნება რო არის ნიუ-იორკში ჩამოსვლა და რაღაც ამერიკაში ცხოვრება, ეგ ჩემთვის არ ყოფილა ესეთი ოცნება, ანუ მწვანებარათი მოვიგე. გასაგებია. და ჩამოვედი ესე, ჩავთვალე რომ ანუ ახან ესე უცებ მოხდა ეგ ყველაფერი. ჩავთვალე რომ ისე იგი რაღაცნაირად უნდა წამოსულიყავი. ჩამოხვედი, იყავი დაბნეული და მე რამ გაგინათა გონება, რა საქმიანობ ეხლა? ესე გონება, გამინათა, ესე ვერ დავარქვე. ხო ჩამოვედი, ნუ დავიწყე მუშაობა და ეხლა პარალელურად რაღაცა 1 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი და მე ანუ ადაპტაცია რაღაცა გამევლო და გადავწყვიტე რომ დამიწყო ხო სწავლა აქ კოლეჯში. რა სწავლობ? nursing school-ზე ჩავაბარე, დავიწყე სწავლა. ანუ იქნები მედდა. დიახ, ჩემი ოცნება ეს არასდროს არ ყოფილა, მაგრამ საწყისისთვის ფიქრობ, რომ ზოგადად ანუ ამერიკაში რაღაცა თუ პროფესია არ გაქვს. მგონია რომ ცოტა გაგიჭირდება. მედდის პროფესია, ანუ აირჩიე არა იმიტომ რომ დაუშვათ ეს იყო შენი დიდი რაღაც მოწოდება, არამედ იმიტომ რომ პრაქტიკული გადაწყვეტილება მიიღე, რომ ეს პროფესია გამოგადგება. იყო მედდა მოთხოვნადი პროფესია არის, ეს მედები ჭირდებათ საავადმყოფოში. კი, ძალიან მოთხოვნადი საერთოდ პროფესია. მოქნილი გრაფიკი არის, კარგი ანაზღაურება, თან სულ ჭირდებათ. და ნუ ამ ეტაპისთვის რაღაცა პირველი ნაბიჯი ჩემი მხრიდან ეგ არის და მე არ ვიცი. მედდის პროფესია რომ შეიძინო რა ღირს დღეს ნიუ-იორკში. ისწავლო.
ზოგადად ეს არის კოლეჯი კოლეჯი არის კი ნუ კოლეჯი schools ეძახიან და ხო ანუ რა ჯდება ხა მე მაგალითად ანუ მწვანე ბარათიდან გამომდინარე აქვე ვეტყმაპურებელს რომ განსხვავდება ფასები მათთვის ვინც არის მოქალაქე ვინც არის მწვანე ბარათის ფლობელი და ვისაც ეს არ აქვს უფრო ძვირი არის სწავლა ხო ნუ მაგასაც დავამატებ რომ კიდე ძალიან დიდი ნაბიჯი იმიტომ გადავდგი მაგითკენ და ზოგადად რომ ესწავლა რომ უფასო არის სწავლა სრული დაფინანსებით არის ჩემთვის მაგალითად მაგრამ ვისაც დაუშვათ ანუ მწვანე ბარათი არ აქვს ან მოქალაქეობა არ აქვს ზოგადად საკმაოდ ძვირი ღირს სწავლა რა ისე კარიერისტი ხარ აი წარმატებისკენ სწრაფვა და კარიერისკენ სწრაფვა ზოგადად ესე რომ ვთქვა რომ აი რაღაცა კარიერისტი ვარ ან რაღაც უფრო არა ვერ ვიტყვი მაგას აი საჯარო აღიარება თუ გინდა მოვიდე შენ ცხოვრებაში თუ უბრალოდ გქონდა შენი საქმე და ეს რაღაც შენთვის ხო ანუ ჩემთვის მთავარი არის რომ რაც სიამოვნებს ალბათ მართლა ბუწფელად ეგ ვაკეთო chill ტიპაჟი ვარ რა ლაღი ადამიანი ხარ ისე კი მაგრამ ზოგჯერ ლაღიც ვარ ზოგჯერ სევდიანიც ვარ ზოგჯერ ზოგჯერ მტირიდან ესე რა ჩვეულებრივად და ანუ ძალიან ვიღებ ყველა მაგ ჩემს ვერსიას როგორიც ვარ და ანუ ყველას ესე ვეხუტები და შენი თავის რამდენი ვერსია გაქვს დაახლოებით ბევრ ვერსიას ვიცნობ და ანუ ძალიან ნორმალურიც არის მგონია ყველას გვაქვს რაღაცა ვერსიები რომ ანუ შენ თავთან როცა რაღაცა მარტო ხარ ცოტა სხვანაირი ხარ მეგობართან ცოტა სხვანაირი მწვანე ბარათზე რეგისტრაციამ შენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა აი წარმოიდგინე რომ რაღაც 2 წუთიანი საქმე გააკეთე შეავსე მწვანე ბარათი და უცებ სამყარომ გადაწყვიტა რომ შენი ცხოვრება შეეცვალა და რომ ეს არ მომხდარიყო რომ არ მოგეგო ახლა სხვანაირი იქნებოდი კაცმა არ იცის სად იქნებოდი ხო აი ეს წამში სამყაროს მიერ მოცემული სხვა ცხოვრება. როგორ ფიქრობ, გაგრძელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ცოტა ხნით გამოიყენებ ამ ყველაფერს და დაბრუნდები სამშობლოში? რაც დამიგეგმავს და რაზეც ესე ძალიან შორეულად მიფიქრია, ანუ არასდროს არ წასულა გეგმის მიხედვით და არ გამოსულა, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ვიფიქრებდი დაუშვათ 2 წლის წინ, რომ შეიძლება რომ ანუ აქ მომხვედრულიყავი და მაგას ძალიან ისე ვაკონტროლებ, არასდროს არ ვფიქრობ, ესე რომ აი მაგალითად აი 10 წელიწადში შეიძლება სად ვიყო, ან როგორ ვიქნება, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს. ხვალე მიდარდოს ხვალისა, როგორც ბიბლიაში. ხო, უფრო ანუ ისედაც მაგ კონცეფციით ვცხოვრობ ეხლა, რომ ვცდილობ, რომ ანუ ძალიან დღევანდელი დღით ვიცხოვრო და ვიყო ანუ აწმყოში და სადაც ვარ, ყველა ენერგია მანდ ჩავდო, ვიდრე ვიფიქრო, აი 10 წელიწადში სად ვიქნები და მე მაგაზე ვინერვიო, ან გამოვა არ გამოვა. თუმცა ახლო მომავლის პასუხისმგებლობები ხო, ახლო მომავლის პასუხისმგებლობები კი, რა თქმა უნდა. წარმატებისთვის როგორ ფიქრობ, რატო ვიღწვით ადამიანები, ჩვენ ხო წარმავალი ადამიანები ვართ, ყველა ვიხოცებით ბოლოს და აი რატო არ გვეზარება, რომ რაღაცებს მივაწვეთ ბოლომდე და რაღაცები შევქმნათ მაგალითად. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ანუ ადამიანის ბუნება ისეთი არის, რომ არ შეუძლია რაღაცა ანუ ან მოდუნდეს, ან რაღაცა იმ ერთ წამში, ერთი წამით, ერთი მომენტით იცხოვროს. ამით ვერთობით ამ ყველაფრით აი როგორ ცხოვრობთ? გართობაა ჩვენი ცხოვრება. მე ვფიქრობ, რომ ანუ ზოგადად მაგ ყველაფერში ძალიან ანუ ბალანსი უნდა დაიჭირო რა. ისიც არ გამოვა, რომ აი მაგალითად კაპიტალიზმი არის რა, ანუ და კორპორაციები მართავენ მაინც ყველაფერს და ასე შემდეგ და ანუ იმის გამიდა რომ არ გამოვა ეგრეც რომ აი შენ რაღაც ანუ ერთი დღით იცხოვრო, ანუ გინდა არ გინდა, მაინც გიწევს იმაზე ფიქრი, ანუ რომ მაგალითად გადაიხადო, გადასახადები, ბინის ქირა, საჭმელი და ანუ ასე შემდეგ. ანუ ჯუნგლებში და მაშინ ამოვიდე. მაშინ ანუ და წახვიდე სადღაც ანუ პერუში, ან ამაზონში და ანუ ხო. რაღაცა ეგრე იცხოვრო და მე არ ვარ ზოგადად არც მაგის წინააღმდეგი, ანუ მომწონს კიდე
გინდევაც რაღაც მომენტში მასე ცხოვრება, მაგრამ ანუ მაგას ვსახე რომ ძალიან ბალანსი უნდა დაიჭირო რა, ანუ გაფანატებაში და რაღაცა გაკერპებაში ანუ გადაგივიდეს ეგ რო აი მე ხლა ესე და რაღაც ანუ და არც ის რომ მაგალითად ეხა დღევანდელით ვიცხოვრებ და არ ვიფიქრებ ხვალიდან დღეზე, იმიტომ რომ ეგრე მე ვფიქრობ რომ არ მუშაობს. მაინტერესებს აი ბალანსი ახსენე. მაინტერესებს ხომ არ მოგერღვა ბალანსი ნიუ-იორკში ცხოვრების დროს შენ სულიერ სამყაროსა და ყოველდღიურ რუტინას შორის. საქართველოში აი მასე ცხოვრობით ცხოვრობდი რომ ყოველ დღე დაუშვათ აი მეგობრები, ანუ სამსახური მე მეგობრები, გართობა, იქ წასვლა და ანუ მე ვფიქრობ რომ ანუ იქ იმდენად პირადი სივრცე არ მქონდა, ანუ პირად სივრცეში გულისხმობ, ანუ ცუდად არ მინდა რომ გამომივიდეს, მაგრამ ჩემ თავს დროს საერთოდ ვერ ვუთმობდი, ანუ აი მაგალითად არ გაწყენდნენ მოკლედ ადამიანები. ვერ ვუთმობდი ვერანაირად, ანუ აქ რო ჩამოვედი, აქ უფრო დაავაბალანსა იქ ყველაფერი, იმიტომ რომ ანუ აქ ყველა თავისთვის არის იდეაში რაღაც შეიძლება კვირაში ერთი დღე გამოყო რაღაც მეგობრისთვის და დანარჩენი ან მუშაობ, ან ის რაღაცა დრო რაც გავს, გინდა რომ მართლა დაისვენო და შენ თავთან გაატარო ეგ დრო. და აქ რო ჩამოვედი, აი ეგ შეიცვალა, რომ უფრო ჩემ თავს უთმობ დროს. აი ჩემ თავს ვედეითები ესე რომ ვთქვათ რა, ანუ რაღაცა მიმყავს ჩემი თავი პარკში, მიმყავს კინოში. ხო, ანუ უფრო შიგნით ვიხედები და არა მაგალითად რაღაც გარეთ რა, ანუ უფრო მაინტერესებს რა არის შიგნით. ვინ ვარ, როგორი ვარ, უფრო გავიცნო ჩემი თავი და ანუ მაგ ყველაფერზე ფიქრი, რო ჩამოვედი, აქ უფრო დავიწყე, ვიდრე ანუ საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, ანუ უფრო ყურადღებას რო გაფანტინებს რაღაც რა, რაღაც მასეც. ეს ყველაფერი თან საინტერესოა, მაგრამ სევდიან ამბავს ხო არ მიყვები? სევდიანი შენი თავი რომ იყავს პარკში, შენ დაზროუყები ნაყინს და ხო და სევდიანი შეიძლება ესე არ ვიცი, მე საერთოდ არ ვუყურებ მაგას, რომ შეიძლება სევდიანი იყოს. პირიქით ძალიან მიყვარს ჩემ თავთან დროის გატარება, ახალი რაღაცების აღმოჩენა. და ანუ ეგეც არის რომ ანუ ზუსტად მაგას ვიძახი რომ ანუ ბალანსიერი რა საჭირო ანუ რა თქმა უნდა მეგობრებთან ერთადაც გავდივარ და ვატარებ დროს და ჩემ თავთანაც ანუ ჩემ თავსაც არ ვაკლებ მაგ დროს რა. კი ბატონო. თავარი პასუხგაუცემელი კითხვა რა გაქვს სამყაროში? ძალიან მაინტერესებს და მინდა გავიგო ანუ რა არის ჩემი რაღაცა დანიშნულება ან რაღაც რატომ მოევლინე სამყაროს? ხო, აი რაღაცა ეგ არის ალბათ ყველაზე ისეთი დიდი კითხვა ჩემ თავთან და მაგას იმედია ანუ გავიგებ რა ნელ-ნელა. როგორ ფიქრობ, მაგ კითხვაზე პასუხს ამ ცხოვრებაში მიიღებ, თუ გჯერა სხვა სამყაროსი სხვა განზომილების, სადაც შეიძლება ამაზე მიიღო პასუხი? მე მგონია, რომ აუცილებლად აქ უნდა გავიგო მაგაზე პასუხი, იმიტომ რომ ზუსტად მაგიტოვა, რომ დავიწყებული მაქვს და მაგიტოვა რა აქ მოსული, რომ გავიხსენო ეგ ყველაფერი. და ანუ ზუსტად ეგ გახსენება არის ჩემი აზრით ეს ცხოვრება თუ რაღაც წუთის. რეინკარნაციაზე მიანიშნებ? ჯერა რეინკარნაციას? კი, ჯერა რეინკარნაციას. არ გამორიცხავ თუ გჯერა? ანუ იცი რა არის, არც გამოვრიცხავ. ან ცოტა აგნოსტიკი ხარ მაგამ ბავშვი? ხო, ანუ კი, კითხვის ნიშნები რაც არის. მგონია რომ მაგას ძალიან პასუხს ცემს ზოგადად სპირიტუალიზმი, რეინკარნაციაც რაღაც მომენტში ჩემს ფილოსოფიას ძალიან ემთხვევა რა. უკვდავების ელექსირი რო გამოიგონონ, დალევდი? არა. არც დავფიქრდებოდი. იმიტომ რომ ზოგადად ის რომ სიკვდილი არსებობს, ზუსტად ეგ ხდის ძალიან ლამაზს ყველა მომენტს რა. ეხლა ეს მომენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ ხომ არ შეგეშინდებოდა იმის, რომ იქნებ შემდეგ სიკვდილის მერე არაფერი არ ხდება და დავლიო ხო არ ჯობია? არა, ანუ სხვათა შორის ზუსტად მაგ მომენტში
მივხვდი, რომ ძალიან ჩემში ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოხდა. როცა გავიაზრე, რომ სიკვდილის არ მეშინია. სიკვდილისთვის თვალებში ჩაგიხედავს? ესე არა. რამე გარდამტეხი თუ მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი, რამაც შენი პიროვნება რადიკალურად შეცვალა? კი, ძალიან, ალბათ ერთ მომენტზე გეუბნები. ერთი კონკრეტული რაღაც რომ მოხდა ერთი მომენტი. კი, რაღაც გამოგვიძება თუ დავარქმევ მაგას. მოდი გითხარი რა, შეიძლება ძალიან პირადულს გეკითხები და სიღრმეებში ნუ ჩახვალ, მაგრამ რა მოხდა ისეთი, რომ წკაპ მოხდა ეს ამბავი და შენი პიროვნება შეიცვალა? ანუ ესე კონკრეტულად რაღაცა იმ მომენტში ესე კონკრეტული ესეთი არაფერი არ ყოფილა, მაგრამ რო ჩამოვედი აქეთ, იმდენად შევიცვალე ზოგადად, ხასიათი, პიროვნულობა, ყველაფერი რა, იმდენად ნელ-ნელა მოხდა რა, ოღონდ ყველაფერი. ესეთი ნელ-ნელი ეტაპები იყო, რომ უცებ მოვიხედე და მივხვდი, რომ ის ვერსია, რომელიც მაგალითად საქართველოში ვიყავი ჩამოსვლამდე, ეგ ვერსია აღარ არსებობს და ალბათ ზუსტად ეგ რო გავიაზრე, რომ მაგ ვერსიას უნდა დავემშვიდობო. მე მაგ მომენტში მივხვდი, რომ გამოვიღვიძე, იმიტომ რომ ძალიან განვიცადე მაგ იდენტობის რაღაცა მაგ იდენტობასთან დამშვიდობება რა. უკეთესი ვერსია გახდი თუ არ ეს? რა თქმა უნდა, თითქოს leveled up მოხდა რა რაღაცა, გავიზარდე კი და მომიწია რომ ეგ რო გავიაზრე რომ მოვიხედე და ეგ აღარავა რა, ჩემი თავის ეგ ვერსია დავკარგე თუ რაღაც. მოდი მაშინ შენი თავის ძველ ვერსიას გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართე. რასაც ვეტყოდი, ეგ არის რომ მადლობას გადავუხდიდი და ჩავეხუტებოდი. მაგრამ ამავდროულად არის, სადაც ეუბნები რომ ბოდიში, მაგრამ ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ ურთიერთობას? ხო, არის, კი, იმიტომ რომ ეხლა სადაც ვარ და როგორც ვარ, ვერ გადარჩა ეგ ვერსია რა. თავარი რა ისწავლე მაშინ, რადგან ესეთი რადიკალური ცვლილება მიიღე აქ ცხოვრებით, თავარი რა გასწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრება? თავარი კარგი თვისება რა შეიძლება? კარგი თვისება, უფრო გამაძლიერა. უფრო ჩემი თავის დავიჯერე რა. 24 წლის გოგო მარტო ნიუ-იორკში თავს რითი ირჩენ, როგორია შენი ყოველდღიურობა, რა საქმეა სწავლის გარდა? დელივერის ვაკეთებ ამჟამად, part-time ჯობი არის და მეტანის სერვისი, ნახევარი განაკვეთით და რა მიგაქვს ადმინავს? Food delivery არის. საჭმელი მიგაქვს კონკრეტული რესტორნიდან ადამიანებიდან. ქალური ინტუიცია მართლა არსებობს? კი, ვუსმენ ძალიან ჩემს შინაგან ხმას. ზოგჯერ სიზმრებიდან მელაპარაკება. ქალი ემიგრაციაში და კაცი ემიგრაციაში. ემიგრაცია და სქესი. რა განსხვავებებია, როგორ ფიქრობ, ვისთვის არის უფრო რთული, ან რა გამოწვევების წინაშეა ერთი და მეორე, რა საერთო გამოწვევები აქვს და რა არის განსხვავება, როგორ ფიქრობ? მე მგონია, რომ მან სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით. უფრო ხასიათზე, ტიპაჟზე არის და პერსონაზე არის რა დამოკიდებული, თორე არ მგონია რომ რაღაცა ქალის და რაღაცა მამაკაცის ის შედარებები გავაკეთო რა, შეიძლება იყოს დაუშვათ მამაკაცი უფრო სენსიტიური იყოს, ვიდრე მაგალითად ქალი. როგორ ადამიანებს არ უყადრებ თავს, ვის არ გაუყადრებ თავს ცხოვრებაში არასდროს? იმ ადამიანთან არ შევა კომუნიკაციაში და დიალოგში და მით უმეტეს რაღაცა დისკუსიაში, ვინც შეიძლება მიმითითოს, რომ ჩემთან დაკავშირებით რა, ალბათ რაღაცა რომ მითხრას, რომ შენ ესეთი ხარ, ან შენ ესეთი არ ხარ, ან რაღაც რა, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი ვინც ვარ. ანუ შენს პიროვნებაში რო ეჭვი შეიტანოს, შენს ნამდვილობაში? ხო, არც მტკიცებას არ დაუწყებ, არც კომუნიკაციაში არ შევალ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა, ვინ რას მეტყვის, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი, აუშვათ რა არა უაზრო შეფასებებს ვინც იძლევა ესეთ ადამიანებს. და თან არ მივიღებ. ზოგადად შენი თავის კარგი შეფასებელი ხარ? ადრე, რაღაცა
ამბავშზე თუ პასუხი არ მქონდა რაღაცა, ეგრევე გავიცეოდი მეგობარს დაურეკავდი, ანუ სიტუაციას აუხსნიდი რაღაცა, თითქოს აი ვალიდაციას რომ ითხოვ რა, ანუ რომ აი ხო შენ ხარ მართალი, ან ხო ეს რაღაც, ანუ ის ვალიდურს რო ხდის რა. და სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია აღარ გამიკეთებია ეგეთი რაღაცა, თუ რაღაც კითხვა მაქვს და ხო, კითხვის ნიშნის ქვეშ არის რაღაც აუცილებლად პირველი რასაც ვაკეთებ, ეგ არის შიგნით ვიხედები რა. შენი თავის მოტყუება ბოლოს რაში სცადე? დავაჯერე ჩემ თავს, რომ წარსულიდან რაღაცა ჩემოდნებს შევძლებდი, რომ ანუ ეგ ჩემოდნები მეტარებინა რა. მაგრამ მე მივხვდი, რომ ანუ მაგას ვერ ვიზამდი, სხვის ჩემოდნებს განსაკუთრებით ვერ წამოვიღებ, ანუ რაღაც სიმძიმეზე და ტვირთებზე გულისხმობ რა. რაღაცა ცხოვრების ეტაპებზე როცა გადადიხარ, რაღაცები უკან უნდა მოიტოვო. სად გადის ის ზღვარი, რომლის იქითაც უკვე სხვის ტვირთს აღარ იღებ? აი მაგალითად მე ზოგადად ვარ ძალიან ემპათიური ადამიანი და ძალიან სენსიტიური. მარტივად ვიკრავ მაგ რაღაცა ენერგეტიკებს, სხვის ჩემოდნებს მართლა ვატარებდი რა, ანუ აი განვიცდიდი გულით, სულით, ყველანაირად. მაგრამ როცა მივხვდი, რომ ეგ მე იმდენად უკვე მომძიმებს, რომ ხელს მიშლის, მე თვითონ მიშლის ხელს, ხო, აი რაღაც მანდაც ძალიან ბალანსი უნდა დაიჭირო რა, ანუ უნდა მე ზოგადად გავიაზრე, რომ ყველას აქვს თავისი გზა რა, ანუ რაც უნდა გაიაროს. შენ შეიძლება რაღაცნაირად ანუ დაეხმარო, ხელი შეუწყო, მაგრამ ვერ შეცვლი ვერავის, ვერ შეცვლი. გაგათრევ თუ წამომყვები და სადამდე შემიძლია, მაგრამ მე თუ გავჩერდი შენი გათრევით ფიზიკურად ვერ. ხო, ანუ უნდა მიხვდე, რომ თუნდაც შენ მაგ თრევით იმ ადამიანს ძალიან დათურ სამსახურს უწევრა. კარგი ლიდერი ხარ თუ ლიდერის მიერ დავალებული საქმის კარგი შემსრულებელი? უფრო ლიდერული ხასიათი მაქვს კი რაღაც მომენტებში. შენი ქარიზმა რა არის? უბრალოება? ალბათ ეგ რა. უშუალო და უბრალოება. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვინ გიერთგულა? კონკრეტიკა მაინტერესებს. ერთი ადამიანი აი თვალებს რო დახუჭავ და რო წარმოიდგენ ვინ არის შენი ყველაზე ერთგული ადამიანი. გაახილე და მითხარი. დედა და ნუ რავი, მამა, ბებო, ანუ ოჯახის წევრები და მეგობრები რა. ამერიკაში რაში შეიზღუდე და რაში გათავისუფლდი? შემზღუდა ალბათ უფრო დროის ამბავში, ცოტა დრო გაქვს, იმიტომ რომ უმეტესად მუშაობ და რავი, ჩემ შემთხვევაში ვსწავლობ. და აი გამათავისუფლა ალბათ საკუთარ თავთან მიმართებაში დავიჯერე იმის, რომ ანუ მეტი შემიძლია და მეტი შესაძლებლობები მაქვს. აი საქართველოში რა გიშლიდა ხელს, რომ შენი შესაძლებლობების კუთხით თვითდაჯერებულობა გქონოდა? ჩემ შემთხვევაში ალბათ ის, რომ არ ვიცნობდი ჩემ თავს იმდენად კარგად, რომ ვიცოდნოდა აი რა შემიძლია, ანუ ვიცოდი რომ დაუშვათ აი რაღაცა ისეთი ფუნდამენტური ისინი ვიცოდი, მაგრამ აქ უფრო გამოიღვიძა რა მაგ ყველაფერმა. კადრი, რომელიც მეხსიერებაში კაფიოდ ჩაქჩა და დღემდე წარუშლელი არის შენს მეხსიერებაში. საქართველოში ვიყავი რამდენიმე თვის წინ. აქედან ჩავედი პირველად ან ჩამოსვლის მერე და სვანეთში ვიყავი მეგობრებთან ერთად. შხარა რომ დავინახე პირველად ანუ ახლოს რომ ვიყავი მისული და რავი ეგ კადრები აი ეხაც მახსოვს. მეც რო ავედი აი მეთქი რა შვეიცარია, კაცო, სვანეთია ჯერ. უშგული საერთოდ გავგიშდეს ცხენებით რომ დადიოდნენ და მეგონა დროში მოგზაურობდი ძალიან კაი. და სვანი ხალხიც არიან ყველაზე ერთგულები ჩემპიონი. შენმა მატარებელმა რა ასპექტში ჩაიქროლა? არასდროს არ არის გვიანი რა. არასდროს. ეს დადაპირებული ფრაზა ხო არ არის, რაღაცები არ არის გვიან. არა. ანუ მე ეგრე მგონია და მართლა მჯერა ამ ეტაპისთვის. რომ ანუ არაფრისთვის არ არის გვიანი, ნებისმიერ დროს შეგიძლია დაიწყო ნულიდან რა და ახვიდე 100-ზე. ნებისმიერ დროს. მართლა მჯერა მაგის. მაშინ აი რაში არ ჩაიქროლა და შენი მთავარი მიზანი და ოცნება რა არის? აი პიკი
სადაც იტყვი რომ ცხოვრება შედგა. პატარ-პატარა ბედნიერებების მჯერა მე რა, ძალიან პატარ-პატარა ბედნიერებების და სანამ ეგ პატარა ბედნიერებები იქნება ჩემ ცხოვრებაში, მგონია რომ ანუ სულ მატარებელზე ვიქნები. მოდი ცოტა ვისაუბროთ სიყვარულზე. როგორ ფიქრობ დღევანდელ სამყაროში 21 საუკუნეში სიყვარული გაუფერულდა, გახუნდა თუ ისევ აი გესმის ხოლმე ის დიადი სიყვარულის ისტორიები, რაც მაგალითად ადრე ისმოდა. მანამ სანამ ადამიანები ონლაინ სამყაროში ჩაუყრინთავდით თავით. ნამდვილი სიყვარული ეგ არის, როცა შენს პარტნიორთან გინდა იქნება ეგ, გინდა მეგობართან, ანუ თავიდან ბოლომდე როცა ღებულობ მაგ ადამიანს ისეთი როგორიც არის, არ ცდილობ რომ შეცვალო თავისი კარგით, რაღაცა ცუდით, კომფორტულით, არაკომფორტულით. რომანტიკა გახუნდა, უფრო ნაკლებად რომანტიულები ვართ დღეს ადამიანები ვიდრე ადრე თუ პირიქით. მე მგონია რომ თუნდაც თავგანწირვა სიყვარულისთვის არ გულისხმობ რაღაც სისხლს და ვიღაც დუელში გამოწევას ვინმეს. მე ვფიქრობ, რომ სიყვარულისთვის თავგანწირვა არ არის საჭირო. შენ გარშემო სიყვარულის თავგადასავლები, სიყვარულის ისტორიები ძვინვარებს? ამ ეტაპისთვის არა. მაგრამ ხო იყო ეგეთი რაღაცები, კი. შენ სამეგობროში შენს წრეში გეკითხები, აი, გარშემო ეს სიყვარულის ისტორიები გესმის? კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი. ან დრამები და პატარ-პატარა ბედნიერებები და ანუ ასე რა თქმა უნდა, ეგ ანუ სიყვარული შეჩვევით მოდის თუ ერთი ნახვით? შეჩვევას უფრო არ დავარქმევ, უფრო დავარქმევ გრადობას და მუშაობას. მაინც პრაგმატული ადამიანი ხარ ამ კუთხით? ესე მეჩვენება. ცხოვრება მოიტანა. გამოცდილებებმა ეგრე გასწავლეს. როგორ ტიპის მეგობრები გყავს? აი შენი სამეგობრო რა წრი არის? ყავს ბავშვობის მეგობრებიც, მერე შეძენილებიც. და ძალიან განსხვავებლები არიან და ყველაზე საინტერესო ეგ არის, რომ ალბათ ყველა ადამიანთან რაღაცა სხვადასხვა ვერსია ვარ მე თვითონაც და ძალიან საინტერესო არის რა. ეგ ანუ ერთი დაუშვათ ერთი მეგობარი ჩემში მაგალითად დაუშვათ რაღაცა ამას აღვიძებს, მეორე ამას აღვიძებს. აი შენთვის ქართველობა რას ნიშნავს? აი გული გიძგერს, ესეთი პატრიოტი ადამიანი ხარ საერთოდ? ანუ მაგაზეც რამდენიმე დღის წინ ვიფიქრე მაგაზე, რომ ძალიან კრიტიკოსი ვარ საქართველოს მხრივ, ანუ ბევრი საკითხი არის, რაზეც შემიძლია რომ გავაკრიტიკო, ან არ მომწონს რაღაც მასეთი, მაგრამ თან ანუ ეგ მინუსებიც იმდენად მიყვარს და ზოგადად ეხლა რო ჩავედი ბოლოს უფრო გადავაფასე ყველაფერი და უფრო ჩავეხუტე მაქაურობას, ვიდრე ანუ აქამდე ვიაზრებდი რა. აი სხვამ რო რაღაცა თქვას, აი სხვა წარმომადგენელობა რა, სხვა ქვეყნის რა, აი საქართველოს რამე ისეთი, ცუდი შეიძლება ანუ გავგიჟდე რა, რომ ანუ რას ქვია და რაღაც, მაგრამ მე მაგ მაგის ვერავა რომ ანუ გავაკრიტიკო რა, ანუ არის სამბევი რაღაცა, ხო, რაზეც მინუსები, მაგრამ რა თქმა უნდა პლუსები და კითხვა იყო რომ ანუ ქართველობა აი რო ამბობ რომ საქართველოდან ხარ, ამის უკან პირველ რიგში რას გულისხმობ ხოლმე და რას ეუბნები შენს უცხოელ მეგობრებს, რომ რა საინახარ? საქართველოს თვითონ სიტყვაზე ძალიან ასოცირდება ჩემთვის ალბათ სითფო მეუფლება, ოჯახის რაღაცა ეგ განცდა მეუფლება, იუმორი მეუფლება, ანუ ხო, იმიტომ რომ რაღაცა ტრაგიკომედია შეულებრივად საქართველოს რა თავიდან ბოლომდე. ნიუ-იორკი მაინც აღიქმება სასშიშ ქალაქად, ციცაკის სპრეის თუ ატარებ, როდესაც ადიხარ ქუჩაში? ციცაკის სპრეი არ მოქვს, მაგრამ არ ვიცი რამდენად ლეგალური არის მაქვს. მაქვს ნატურა, ანუ რო ქვია ფანარი, რომელიც არის პარალელურად ელექტროშოკი. ვაუ. მაგიტოვდი. რა ნატურას რომ მიანად და ფთიშავ ადამიანს. ანუ სვიჩი აქვს რა ქვევიდან და ანუ თუ აქეთ გადაწევ ელექტროშოკი, თუ აქეთ გამოწევ ფანარი არის რა. და ერთი შეხებით შეგიძლია რომ ადამიანი გათიშო? არ გამომიყენებია, ჯერ არ დამჭირვებია.
მაგრამ ნუ ვატკენ რა. აჰა. ნაცადი აპრობირებული ხელსაწყოა? კი. მაჩუკეს. ჩაუნებრე კრიმინალი მოძრაობ. საჭიროა. მაგრამ საჭიროა. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ცხოვრებაში რა მიგებია? ბუნებრივია ხო ხდები რომ ძვირფასში არ გულისხმობ ფინანსურ ღირებულებას. წიგნი. Four agreements ქვია. 4 დებულება რაც გიმარტივებს ანუ თუ ამ 4 დებულებას გამოიყენებ შენი ცხოვრების გზაზე, ძალიან გაგიმარტივებს ცხოვრებას რა. და მოდი შენ დამისვი კითხვა, რამე მკითხი. რა შეიძლება რომ დაგისვა. აი შენზე ბოლოს რა იყო ისეთი რაღაც ტრანსფორმაციული, რაც აი გადაგხდა თავს ან თუნდაც მაგალითად გაიცანი ვინმე და რაღაცა ძალიან გარდატეხა მოახდინა ან რაღაც წაიკითხე და აი რა იყო ეგეთი, რაზეც შენზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა და რაღაც მხრივ შეგცვალა რა. ვეფხისტყაოსანი. ვეფხისტყაოსანმა მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება და გარდატეხა და გააზრება უფრო იმის თუ საიდან მოვდივარ და რას ნიშნავს ქართველობა. აი რო კითხულობ ამ ტექსტს და რო იაზრებ რომ მე-12 საუკუნეში შენმა თანა მემამულემ რა და როგორ დაწერა და როგორ გადმოსცა აი დიდ ტრანსფორმაციას ახდენს დღემდე ჩემში ამ ტექსტის კითხვა. ჩვენ ინტერვიუ დასასრულს მიუახლოვდა, რამდენად გულწრფელი იყავი დღევანდელ ინტერვიუში და რამე ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე სხვანაირად ხომ არ მიპასუხებდი. ძალიან გულწრფელი ვიყავი. ანუ ეს ფილტრი და რაღაცა არ მქონია რა, გაუფილტრავოთ გელაპარაკებოდი. და არაფერს არ შევცვლიდი. მადლობა ამ დღევანდელი ინტერვიუსთვის, მადლობა რომ მიიღე მონაწილეობა ამ გადაცემაში, გისურვებ წარმატებებს, მიზნების ასრულებას და ყველა კეთილი ზრახვა მოკლედ განხორციელებული ყოფილიყოს შენ ცხოვრებაში. ლანა მიშელიანი იყო ჩემი გადაცემის სტუმარი, მე კი გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე, გამიხარდება თუ გამოიწერთ არხს დროებით გემშვიდობებით.